I have a residency in Georgia. მე მაქვს ბინადრობის უფლება საქართველოში და მართლა ძალიან მიყვარს საქართველო. ყველას ვეპატიჟები ხოლმე. ძალიან სამწუხარო იქნება თუ დაბრუნებას ვეღარ შევძლებ. ბელგიის მოქალაქე ვიზი დეგეტერის მსგავსად საქართველოში ყოფნა კიდევ რამდენიმე უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს აუკრძალეს. მათი ნაწილი მიგრაციის სამსახურმა ქვეყნიდან უკვე გააძევა. ნაწილმა კი საქართველო თავადვე დატოვა. მიზეზი თბილისში პროევროპულ აქციებში მონაწილეობა გახდა. მიგრაციის სამსახური ამტკიცებს, რომ ბოლო ორ თვეში სულ 91 მოქალაქეს დაატოვებინეს ქვეყანა, რომელთა შორისაც მოხვდა ის 25 პირი, ვინც ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და ადმინისტრაციული სახდელებით შეეფარდათ. Right now I don't know yet if I would be deported or not. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი დამადეპორტებენ თუ არა. ჩვენ შევავსეთ საჩივრის ფორმა და ვეულდებით რა გადაწყდება. იმედია პასუხი მალე გვეცოდინება და შემოსვას ისევ შევძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან სევდიანი იქნება. ვიზი დეგეტერი, რომელსაც ახლა საქართველოში აღარ უშვებენ, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება რეპრესიულია. ის უკვე 3 წელია მეუღლესთან ერთად დედაქალაქში ბინადრობის უფლებით ცხოვრობდა. 7 დეკემბრამდე მასთან პრობლემა არავის ჰქონია. 7 დეკემბერს კი სპეცრაზმა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მაშინ დააკავა, როცა ტაქსიდან გადმოდიოდა. ნიღბიანებმა ახალგაზრდა კაცის ცემეს და ბელგიის მოქალაქე სისტემამ 48 საათით დროებით მოთავსების იზოლატორში გაუშვა. ამის შემდეგ ის საიმიგრაციო სამსახურში გადაამისამართეს და ბოლოს საქართველოში აღარ შემოუშვეს. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. თუ დადგინდა, რომ ბელგიის მოქალაქესთან მიმართებაშიც ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი აქციებში მონაწილეობაა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ სახეზეა დისკრიმინაცია. აღნიშნულ ჩანაწერს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. მთელი რიგი უფლებებით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თუ კი დადგინდება, რომ ამ ადამიანების გაძევება სამართლებრივი საფუძველი, ასე ვთქვათ, რეალურად არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმყოფებოდნენ, ასე ვთქვათ, აქციაზე და ან მონაწილეობდნენ მშვიდობიან აქციაში, ეს არის, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციული მოპყრობა და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი შეფასებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი ქვეყნიდან გაძევებით სჯის. ეს კი რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია. ჯერ ასობით პირი, მათ შორის საქართველოში ბინადრობის უფლებით მყოფი ადამიანები დაიჭირეს, სასტიკად სცემეს. ბოლოს კი კანონში არარსებული მიზეზით ქვეყანაში ან აღარ უშვებენ, ან საქართველოს ძალით ატოვებინებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება ბოლო პერიოდში აქტიურად მიმართავს სივრცის შევიწროების პრაქტიკას და ცდილობს, რომ გაანეიტრალოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიან დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებში იღებს მონაწილეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება საჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოდან გაძევება ხდება შურისძიებისა და მათი დასჯის მიზნით. აქციებში მონაწილეობის გამო ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს აძევებენ და საქართველოში აღარ უშვებენ. სამაგიეროდ რუსეთის მოქალაქეებს, პროპაგანდის ჟურნალისტებსა და პუტინის მეხოტბეებს ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ. ასეთ ადამიანებს ძალოვანი უწყებები არ უპირისპირდებიან და არ ამჟღავნებენ. მათ საქმეს კი მათ შორის აქციებზე ქართული ხალხი ასრულებს და პროპაგანდისტებს ავლენს. მათ შორის იყო პუტინის მომხრე სალავიოვის გუნდის წევრი ჟურნალისტი და ვითომ русский туристы. А вы не слышали об Абхазии Самача было? Девушка, вы от меня Россия оккупант? Россия оккупант? Россия оккупант? Россия оккупант? Я не буду такие вопросы отвечать. Русские оккупанты Я пойду. უყევს ტელეფონი და ვიღაცას უგზავნის. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისსა და რეგიონებში ასობით ათასი მოქალაქის ხმა ჩაახშოს, მაგრამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას არაფერი გამოსდის. ქართული ხალხი კი უკვე 38 დღეა ქუჩაში დგას ევროპული მომავლის სურვილით. პროტესტი კი ქვეყნის მასშტაბით მაშინ შეწყდება, როცა საქართველოში დემოკრატიულ გარემოში საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღი ჩაინიშნება და რეჟიმი უკანონოდ დაკავებულებს გაათავისუფლებს.